ჯარიმა არის აქ. თამაშის წესი დაირღვა, ხედავთ აქ. შესაძლოა წითელი ბარათი გასაგებია. ნათელი იყო ეს ყველაფერი. გულშემატკივარი ხედავს, გოგა კიკაჩეიშვილი უყურებს, მიიღო მან უკვე გადაწყვეტილება და სად მიდის? ყვითელი ბარათი გაუქმდა და არის გაძევება. დაახლოებით 2 წუთია გასული, 2 წუთი იყო გასული, ეს 2 წუთი აი ამ პერიოდმა წაიღო და ძალიან ცუდად დაიწყო წყალტუბოს სამგურალისთვის გამოცდილი, ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი წყალტუბოელთა რიგებში ჯეფინიო გაძევებულია. მარცხენა ფრთიდან ჩაწოდება დარტყმა და რა კარგი შანსი იყო ახლა გოლის გატანის. აი განმეორებით ვნახოთ, ფაჩული არის ფეხბურთელი, კარგი გადაცემა გააკეთა, შემდეგ ახალაძე არის, ახალაძე აწვდის და ახალწვეული უკრაინელი ფეხბურთელი ცდილობდა ლეშჩინსკი გახლავთ ეს ფეხბურთელი, რომელიც დასრულებას ცდილობდა შეტევის. ისევ ფოთელების იერიში პასი საჯარიმოს მისადგა, ფაჩული ახალაძეა კარგ პოზიციაში, შეუძლია მას დარტყმა, დაარტყა, კარგად თამაშობს მეკარი, კიდევ ერთი და უკვე აცდა ბურთი. გადაარჩინა ყალიჩავამ თავისი გუნდი, ეს აშკარა არის, ახალაძეს ძალიან კარგი დარტყმა აქვს, როგორც ვისაც ახსოვს და ვინც ადევნებს თვალყურს მარცხენა ფეხით. აი კარგი გადაცემა ძალიან, ფაჩულია და ყოჩა ყალიჩავა, ბრავო ამ ეპიზოდში, თუმცა ეპიზოდი გრძელდება. კიდევ ერთი მოგერიება. არ ვიცი. ეპიზოდის გმირი ნოდარ ყალიჩავა და პირველ ტაიმში უკვე რამდენიმე მოგერიებული ბურთი დაუგროვდა მას და განსაკუთრებით ეს ეპიზოდი მის აქტივში შევა. შორეული დარტყმა და კიდევ ერთი კარგი თამაში მეკარის ფაჩულია ურტყავდა კვლავ აქ ლეშინსკი ისევ ვერ შემოტრიალდა, მაგრამ აღარ ჩააწოვიდებს. 4 წუთია დამატებული ამასობაში გეტყვით. მაღალი ჩაწოდება, დარტყმა და გაიხსნა ანგარიში 48 წუთზე. სამგურალის ფეხბურთელებმა მოახერხეს ველისოლის სადებიუტო გოლი. ველისოლის სადებიუტო გოლი სამგურალის მაისურით. აი ეს არის ფეხბურთი. არაერთი გამოუყენებელი მომენტი და ხედავთ ველისოლი აბსოლუტურად მარტო დარჩა. ასე ფეხბურთელის დატოვება რა თქმა უნდა არ შეიძლება და მანაც ტექნიკურად ყველაფერი მშვენივრად შეასრულა. გრიგალავა. ჰოლოკოუბი. კარგი პასი, დასარტყმელია, თუმცა აიხლა მოხერხდა დარტყმა, დამატებაზე უკვე ცველები თამაშობენ, თუმცა მანამდე ძალიან კარგი იყო და კიდევ ერთხელ ძალიან კარგია სამგურალის მეკარე ნოდარ ყალიჩავი. კოლავკოხეთის იერიშია, აი აქ არის ჩაწოდება საჭირო, ჩაწოდება თავით დარტყმა და მეკარე თამაშობს. კარგად. საჯარიმოში შესვლა და პენალტი. პენალტი, აი 98 წუთზე გოგა კიკაჩეიშვილმა მიუთითა პენალტის ნიშნულზე, რა თქმა უნდა გადამოწვდება ახლა ახალაძე კი ედავება. აი განმეორებით ვინისიუსია საჯარიმოში ზეთ ხაზზეა თითქოს თამაშის წესი დაარღვევა, მაგრამ ფანცულაია გამორბენი დაარტყა და გაიტანა. ძალიან კარგად შეასრულა გიორგი ფანცულაიამ და კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. მიმდინარე სეზონში, გითხარით რომ ეს მისი მეორე გატანილი პენალტი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მთელი მატჩი ნაკლები იყვნენ. ფანცულაიამ გაიტანა და ადგილს დაუთმობს წულაიას. დარტყმა ბურთი ცდება კარს და დარტყმა გავიდა.